მოგესალმებით ნაზვის საბრძოლოზე გადაცემა საჩინოდან. დღეს ჩემთან სტუმრად ბრძანდება ჩემი ძვირფასი მეგობარი და ჩემი ძვირფასი კონცერტმაისტერი, არაჩვეულებრივი ქალბატონი. მის შესახებ ძალიან ბევრი რამე და ვსვა, მაგრამ მე ვამჯობინებ თვითონ ისაუბროს თავის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე. თქვენი სახელით ჩემს ძვირფას მეგობარს, ქალბატონ ლია ორაგველიძეს მინდა დაუთმო ახლა ეთერი და ის გვიამბობს თავის განმცხოვრებას და დღევანდელობას. ჩემო ძვირფასო ლია, ჩემო ძვირფასო მეგობარო, იცი შენ ჩემი დამოკიდებულება შენთან ძალიან გაფასებ როგორც ნიჭიერ ქალბატონს. მინდა დიდი პატივისცემით და სიყვარულით მოგეფერო და მიამბე შენ შესახებ, ვინ ბრძანდები შენ. შენი სწავლა-განათლება, დღევანდელობა, შენი შემოქმედება, ვისაუბროთ. მოგესალმებით ქალბატონ ნაზი, დიდი სიყვარული და დიდი პატივისცემით და მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენს არაჩვეულებრივ გადაცემაში საჩინოში მომიწვიეთ და ნამდვილად ეს ჩემთვის უდიდესი პატივია. პირიქით შენ გიხდი მადლობას. ძალიან დიდი მადლობა რომ მომიწვიეთ და ვეცდები შეძლებს და გვარად გაგაცნოთ ჩემს შესახებ როგორც მუსიკოსის, როგორც კომპოზიტორის, როგორც აკომპანიატორის და როგორც ზოგადად ხელოვანის შესახებ. მოგახსენებთ რომ მე წარმოშობით გახვავართ ქალაქ ლანჩხუთიდან. პირველ დაწყებითი განათლება გავიარე ლანჩხუთის მუსიკალურ სკოლაში, როდესაც დედამ 5 წლის ასაკში მიმიყვანა ქალბატონ მარიკა ორაგველიძესთან, რომელიც რომის სახელობის სკოლაც არის დღესდღეობით ეს სკოლა და მის სახელს ატარებს. დედის გადმოცემით უკვე 3 წლის ასაკში მღეროდი და პატარ-პატარა კომპოზიციებსაც ვქმნიდი და ჩემი დაჟინებული თხოვნით დედამ მიმიყვანა ქალბატონ მარიკოსთან და მოასმინა ჩემი პატარ-პატარა ნაწარმოებები. ქალბატონ მარიკოსაც ძალიან მოეწონა ჩემი ნაწარმოებები და გადაწყვიტეს რომ ესე მოსამზადებელ ჯგუფში მივეღე ლანჩხუთის მუსიკალურ სკოლაში. რა ასაკში ხარ? მე ვიყავი დაახლოებით 5 წლის ვიყავი. დეკემბერში 6 წლის ხვდებოდი და ჩემთვის ეს იყო უდიდესი ბედნიერება, როგორც პატარა გოგონასთვის, პატარა ბავშვისთვის და ეს ჩემი ბედნიერება იმით იყო სრულყოფილი, რომ შემხვდა იქ არაჩვეულებრივი მუსიკოსთა გუნდი და მათ შორის მინდა გამორჩეულად ვახსენოთ ჩემი უსაყვარლესი, დღემდე უსაყვარლესი და პედაგოგობის ეტალონი ქალბატონი მანანა წილოსანი არც გარდაცვლილი, რომლის უდიდესი წილი მე ვიტყოდი ლომის წილი და მის დამსახურება, რომ თუ მე დღეს რაიმეს წარმოვადგენ მუსიკალურ სამყაროში ან ვარ კომპოზიტორი ან შემოქმედი და მუსიკის უდიდესი მოყვარული, ეს მისი ძალიან დიდი დამსახურება, იმიტომ ის ისეთი რუდუნებით მიხსნიდა პირველ დაწყებით საფეხურს მუსიკალური განათლების, პატარ-პატარა მუსიკალური აქტივობის, პატარ-პატარა თამაშებით, ეს მისი უდიდესი ბუნებიდან გამომდინარე, რომ მან ისე შემოყვარა მუსიკა, რომ ერთ დღეს, როდესაც უკვე მეორე პირველ დაწყებით საფეხურზე გადავედი, ნული ჯგუფიდან უკვე მომივიდა აზრად, რომ შემექმნა მეც რაღაცა მსგავსი პატარა ნაწარმოებები, რომელსაც მე უკვე ჩვენ დაწყებითების ეგრეთ წოდებულ სკოლაიკში უკრავდი. მოგეხსენებათ, რომ დღესდღეობით აი ამ სკოლაიგრით ხელმძღვანელობს მთელი მუსიკალური სამყარო, თუმცა გარკვეული კომპოზიტორების არაჩვეულებრივი ნაწარმოებების ქართული მუსიკის შედევრებსაც ესწრებიან ბავშვები დღევანდელ სკოლაში. იქაც, სადაც მეც ვასწავლი დღესდღეობით არჩილ ჩიმაკაძის სახელობის ხელოვნების მესამე სამუსიკო სკოლაში, როგორც ფორტეპიანოს პედაგოგი, ასევე კომპოზიტორი. და ეხა ისევ დავუბრუნდეთ ჩემს ბავშვობას. როდესაც უკვე მე 4 კლასში გადავედი,
ქალბატონი მარიკა ორაგველიძის ქარდაცვლის დირექტორის თხოვნით მან ურჩია დედას რომ მე მქონდა გარკვეული საკომპოზიტორო მონაცემები მუსიკაში და იქნებ ვინმე გამორჩეული ავტორიტეტული კომპოზიტორს მოესმინა და იქნებ ბავშვი გადავიყვანოთ თბილისში სწავლის გასაგრძელებლად. აი ამ განწყობით ეს განწყობა ძალიან ჩასჭიდა ჩემმა მამამ ხელი და სწორედ მისი ინიციატივით მან წამომიყვანა თბილისში და პირდაპირ კომპოზიტორთა სახლში, სადაც მოსაშვილის 8 ნომერში, რომლის მისამართი მამამ სხვათა შორის ტელეფონების წიგნში აღმოაჩინა, მოვედით კომპოზიტორთა სახლში და ეს შემთხვევითობის ესე იგი ლატარის კანონის მიხედვით აი ვისთანაც მოვხვდებოდით, იმიტომ რომ იმ სახლში აბსოლუტურად ყველა კომპოზიტორი ცხოვრობდა. და ავედით აღარ მახსოვს მეორე თუ მესამე სართული იყო და მამამ დააკაკუნა. და შეიძლება არც გაღებულიყო კარები, მაგრამ უცებ გაიღო კარი და ჩემ თვალწინ დგას სანდომიანი ძალიან სიმპათური, ძალიან ესეთი თვალში ჩამწდომი მზერით არაჩვეულებრივი ადამიანი ბატონი ალექსანდრე შავერზაშვილი, რომელმაც ჩემი ბედი გადაწყვიტა როგორც მუსიკოსის და როგორც კომპოზიტორის, მან რასაკვირველია ქვი მასპინძლა შეგვიყვანა სახლში და მამამ უთხრა რომ ეს ჩემი პატარა გოგონა წერს პატარ-პატარა მუსიკალურ ნაწარმოებებს და თქვენი როგორც ავტორიტეტის აზრი მაინტერესებს რომ ბავშვს ნამდვილად აქვს ეს მონაცემები თუ არაო. ჩემთვის ყველაზე დიდი სიურპრიზი იყო ულამაზესი როიალი, სადაც მე იმ წუთშივე დავსკუპტი და დიდი ესე იგი მუდუნები და შემართებით დავუკარი ჩემი პატარ-პატარა ნაწარმოებები, რომლებიც სხვათა შორის ქალბატონაზე პროგრამული დასათაურების იყო. მაგალითად, ეს ერქვა თოჯინების ცეკვა, მეორეს ერქვა ვალსი გაზაფხული, მესამე რაღაც ისეთი ეხლა ამ გადმოსახედიდან დავარქმევდი პრელუდიას, მაგრამ ჩემი ესეთი ბავშვური წარმოსახვით სიმფონიას უწოდებდი და ასე და ასე. და უკვე აზრს ველოდები ბატონ ალექსანდრე შავერზაშვილს და რამდენიმე წუთი რდუმილის შემდეგ ბატონმა ალექსანდრემ მამას უთხრა რომ ეს გოგონა განსაკუთრებული ნიჭით გამოირჩევა და მე ხოლმე გადავრეკავ ბატონ რობერტ ვახტანგოვთან, რომელიც იმ პერიოდში გახდათ განათლების კულტურის სამინისტროს მოადგილე, ბატონი აცგარდაშვილის ესე იგი მოადგილე გახლდათ, მგონი კულტურის მინისტრი იყო მაშინ თაკთაშვილი არა? მგონი ვალერია ასათიანი იყო შეიძლება. და რობერტ ვახტანგოვთან გადარეკა ბატონმა შურამ და ესე იგი შეხვედრა მოითხოვა. მეორე დილით უკვე დილით რაც საათზე კულტურის სამინისტროში ვიყავით, მე მამა და ბატონი ალექსანდრე შავერზაშვილი ბატონ რობერტს აუხსნა სიტუაცია და ბატონმა რობერტმა ესე იგი ბატონი ალექსანდრე შავერზაშვილის რეკომენდაციით ესე იგი ჩამრიცხეს ქალაქ თბილისის არჩილ ჩიმაკაძის სახელობის ხელოვნების მესამე სამუსიკო სკოლაში. დღეს აი ესეთი რაღაც საბედისწერო თანხმედრა გადაკვეთა მოხდა ასეთი. დღესაც მე გახლავართ უკვე 30 წელზე მეტია ამ სკოლის პედაგოგი გახლავართ. მან ფორტეპიანოსაც ვასწავლე და საკომპოზიციო საფუძვლებს განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებულ ბავშვებს ვამეცადინებ ხოლმე კომპოზიციაში. და ესე იგი ყველაფერი ესეთნაირად რაღაცნაირად აიწყო, რა თქმა უნდა ეს ბატონი ალექსანდრე შავერზაშვილის უდიდესი დამსახურებით, რომლის მადლიერი მე მთელი ჩემი ცხოვრება სანამ ცოცხალი ვარ ვიქნები ყოველთვის, იმიტომ რომ მან ძალიან დიდი როლი ითამაშა ჩემი როგორც მუსიკოსის და როგორც კომპოზიტორის ფორმირებაში. ხოლო ერთი წლის შემდეგ თვითონ ქალბატონ ჟუჟუნა იოსელიანის დაჟინებული თხოვნით უკვე გარკვეული თემატიკა გავიარეთ, კარგი კლასიკური პროგრამა გავიარეთ, უკვე მეოთხე კლასში ბეთჰოვენის პირველ საფორტეპიანო სონატას უკრავდი. ჩაუბარი ნიჭიერთა აწლეთში,
აქაც წარმატებულად და გადამანაწილეს რესპუბლიკის დამსახურებულ პედაგოგთან, ქალბატონ თამარ ფხაკაძესთან და კომპოზიციაში მასწავლიდა ბატონი ალექსი შანიძე, რომელიც ასევე გახდათ ალექსანდრე შავერზაშვილის ნამოწაფარი, ასევე კომპოზიტორი ბრწყინვალე. და აქაც გამიმართლა ქალბატონ ნანაზი, ხოლო 18 წლის ასაკში, როდესაც მე უკვე ნიჭერთ აწლეთი დავამთავრე, პირველ წელსვე ჩავაბარე საფორტეპიანოზე, იმიტომ რომ ქალბატონ თამარ ფხაკაძის დაჟინებული თხოვნით მან იცოდა, რომ მე საკომპოზიტოროზე მინდოდა ჩამებარები და მითხრა, რომ ლია, შენ ვერ გამოხვალ კარგი კომპოზიტორი, თუ პირველ რიგში კარგი პიანისტი არ იქნები. და ამ შემთხვევაში მე ქალბატონ თამარს დაუჯერე და ნამდვილად 32.5 ქულით ძალიან მაღალ ქულებში ძალიან მაღალი ქულები მოვიპოვე. სხვა შორის კომისიაში იყო ბატონი სუხა, ცინცაძე, ბატონი ნოდარ, გაბუნია ეს ჩემთვის ძალიან კორიფეები, ძალიან დიდი პატივია, რომ აი ესეთმა მუსიკოსებმა მაღალი ქულები შემაფასეს და რასაკვირველია, პირველ წელსვე მოხვდი საფორტეპიანოზე ქალბატონ ნანა დიმიტრიაძის კონსერვატორიაში. კონსერვატორიაში. აქაც კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ გამიმართლა, იმიტომ რომ თქვენ მოგეხსენებათ ქალბატონ ნანა დიმიტრიადი იყო უნიჭიერესი მუსიკოსი და ბგერის პალიტრის უდიდესი შემოქმედი. მე დღევანდელ თვალსაჩინოში ძალიან ბევრი პიანისტისთვის მომისმენია, ასევე საზღვარგარეთელი პიანისტებისთვის, რასაკვირველია მუსიკის სამყაროში უხვად არიან ასეთი პიანისტები, მაგრამ ქალბატონი ნანა დიმიტრიადის ბგერის ტემბრს მე ჩემი ყურით სმენადობით დღემდე ვეძებ, მაგრამ ჯერ მე ვცდილობ, რომ მივამსგავსო ქალბატონ ნანა დიმიტრიადის, ვერ გეტყვით რამდენად გამომდის, მაგრამ აი მან იმხელა ჯადოსნურ სამყაროში შემიყვანა, რასაც მუსიკის ულამაზესი ჯადოსნური სამყარო ქვია, თქვენ ვერ წარმოიდგენთ და მისი ძალიან მადლიერი ვარ ქალბატონი ნანას, მასთან მე გავდიოდი კლოდ დებიუსის ბერგამასოს სუიტას, ბახის პარტიტებს, ძალიან კარგ ნაწარმოებებს, რახმანოვის პირველ, მეორე საფორტეპიანო კონცერტებს და მოკლედ ძალიან ბედნიერი 5 წელი გავატარე ქალბატონ ნანა დიმიტრიადისთან. მაგრამ აი ეს ხინჯად რატომაც მქონდა გულზე, რომ მე არ ჩავაბარე საკომპოზიტოროზე. აქაც უფლისნებით მესამე კურსზე, როდესაც მე გავხდით საფორტეპიანოზე, გამოცხადდა 2 ვაკანტური ადგილი საკომპოზიტოროზე ბატონმა რომან გორელაშვილმა, რომელიც მაშინ იყო საკომპოზიტორო განყოფილების კათედრის გამგე, გამოაცხადა 2 ვაკანტური ადგილი და ვისაც ჰქონდა სურვილი, მას შეძლო ჩაებარებინა საკომპოზიტოროზე, მაგრამ სირთულეს ის წარმოადგენდა, რომ მე გავხდით საფორტეპიანოზე. მაგრამ მან მირჩია, რომ ჩააბარე იქნებ და მოხვდე. და ზუსტად დაახლოებით 19-20 ადამიანი აბარებდა და მე დიდი, ესე იგი, პატივით მინდა მივაგო მაცულებს კომისიაში იყვნენ ისეთი კორიფები, როგორც იყო ალექსი მაჭავარიანი, ანდრია ბალანჩივაძე, აც გარდაცვლილი სულხან ნასიძე, ბატონი ალექსანდრე შავერზაშვილი და მათი გადაწყვეტილებით მე და სულ 2 ადამიანი მიგვიღეს. ეს იყო მე და ოლეგ კოგანი, რომელიც მე მგონი გადმოცემით ვიცი, რომ ეს ახლა ის ამერიკაში უნიჭიერესი კომპოზიტორი, ასევე ამერიკაში მოღვაწეობს, მე როგორც ვიცი. ის ძალიან ნიჭიერი კომპოზიტორი იყო და აი ესე მოხვდი მე საკომპოზიტოროზე, მაგრამ სირთულე ის იყო, რომ მესამე კურსზე ვიყავი საფორტეპიანოზე, პირველზე საკომპოზიტოროზე და აი ეს სირთულე იყო, რომ ერთ ადამიანისთვის არ შეიძლებოდა მიეცათ 2 დიპლომი. და შემდეგ ისე სხვათა შორის ბატონ რობერტო ვახტანგოვთან მოგვიწია შეხვედრა ამ თემასთან დაკავშირებით, ბატონი ალექსანდრე შავერზაშვილის მე უკვე თხოვნით და წერილით მიმართვით კულტურის სამინისტროს, რომ ვინაიდან ლია ორაგველიძე წარმატებულად გაართვა თავი აი ამ გამოცდებს და კარგად წარმატებულად აბარებს, როგორც საკომპოზიტორო ფაკულტეტზე გამოცდებს, ასევე საფორტეპიანოზე და ამ დროს მე ვიყავი მართალი გითხრათ სტიპენდიადი. იმ პერიოდში ლენინური სტიპენდიადი გახლდით სახელმწიფო
სახელმწიფო სტიპენდიატი გახდით და ეს პრიორიტეტი იყო ჩემთვის, რასაკვირველია და ბატონმა რობერტმა აქაც დამეხმარა და ჩათვალეს, შეიძლება ესეთი რამ მოხდეს, თუ კი ლენინგრადის კონსერვატორიაში მოხდა ესეთი რაღაცა, რომ სერგეი რახმანინოვმა და ალექსანდრე სკრიაბინმა ესე იგი ისა რა ქვია მიიღეს მონაწილე და დაასრულეს ორი ფაკულტეტი, ასევე შეიძლება და მოხდარიყო საქართველოშიც და ერთადერთი ესეთი შემთხვევა იყო ჩემი და რეზოლუციის თანახმად მე რასაკვირველია 97 წელს 1997 წელს დავამთავრე საფორტეპიანო, ხოლო წარმატებულად რასაკვირველია 1999 წელს დავამთავრე საკომპოზიტორო და მომწეს ერთი დიპლომი, წითელი დიპლომი, სადაც ჩაწერილია, რომ მამადამ ესე იგი ლია ორაგველიძემ დაამთავრა საფორტეპიანო და საკომპოზიტორო ორი განყოფილებით. ანუ ორივე წითელ დიპლომზე. დიახ, იმიტომ რომ ძალიან რუდუნებით მეცადინეობდი, მუშაობდი, ჩემს თავზე მე ასეთი კორიფეებისთვის არ მინდოდა შემერცხვინა ეს ადამიანები და მინდოდა ის პასუხისგებლობა, რა მე რაც ავიღე ის გამემართლებინა და მგონი შევძელი. შემდეგ უკვე 99 წელში ბატონი ალექსანდრე შავიზაშვილის დაჟნებული თხოვნით მე უკვე ასისტენტ სტაჟირებაში ჩავაბარე, მასთან გავიარე 99-91 წლებში ასისტენტ სტაჟირება და ჩემი სადიპლომო ნამუშევარი გახლდათ ვოკალურ ინსტრუმენტული ორატორია უდიდესი პოეტის გალაქტიონ ტაბიძის ტექსტებზე. მან რჩეული ლექსები ავიღე, როგორებიც არის უსიყვარულოდ, მესაფლავე, დედა უღვთისამძეო მარიამ და მე ძლიერ მიყვარს ისფერთოვლის და ასე შემდეგ. მე ფაქტობრივად ეს მონოოპერასავით გამოგვივიდა, ხოლო რაც შეეხება ჩემს სადიპლომო ნამუშევარს, ორი ნამუშევარი გავაკეთე საკომპოზიტოროზე, ეს იყო სიმებიანი კვარტეტი 4 ნაწილად, რომელიც შეასრულა ბაბუაძის გიორგი ბაბუაძის, რომელიც დღესდღეობით წარმატებულად უდიდესი დირიჟორია, უნიჭიერეს პიროვნება გიორგი ბაბუაძე, რომელიც ტოკიოში მოღვაწეობს, იაპონიაში და ოსაკაშიც მოღვაწეობს, ძალიან უნიჭიერესი მუსიკოსი და დირიჟორი გახლავთ. მისი ხელმძღვანელობით შესრულდა სიმებიანი კვარტეტი, ასრულებდა ქალბატონი მანანა კანტარია, მარინე ტატიშვილი, თვითონ უნიჭიერესი გია ხეოშვილი და თვითონ ბატონი ალტზე გიორგი ბაბუაძე. აი ეს იყო, ესე იგი, მოკლე რეზუმე, რაც მე გავაკეთე. ჩემი სწავლა განათლების შესახებ. ერთი მინდა ახლა მე აღვნიშნო, რომ ერთი წლის უკან ეროვნულ ბიბლიოთეკაში იყო 105 წლის თავი შენი ძვირფასი პედაგოგის ალექსანდრე შავარდაშვილის საღამო და შენ არაჩვეულებრივი მელოდია შექმენი მონატრება სახელწოდებით, რომელიც თქვენ ასრულებთ სხვათა შორის გამეჭეთი შემოკარგო და შევასრულე მე და ეხლა მე ვთხოვ ჩვენს ოპერატორს, რომ გაუშვას ეს ვიდეო.
შემდგომი თქვენი ცხოვრება, მოღვაწეობა შემდგომში მე უკვე კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ როგორც მოგახსენეთ გავაგრძელე უკვე პედაგოგიური მოღვაწეობა არჩილ ჯიმაკაცის სახელობის ხელოვნების მუსიკალურ სკოლაში პარალელურად 2016 წელს მე გავხდი კომპოზიტორთა კავშირის წევრი გამოიცა ჩემი პირველი კრებული მელოდიასული სარკეა რომლის რედაქტორი გახლავთ ქალბატონი თამარ ჩოხონელიძე და თქვენ იცით რომ ახლა მე ვმუშაობ ჩემს მეორე რომანსების კრებულზე და მაქვს პატივი რომ თქვენ დაიყოთ ჩემი რომანსების და სიმღერების წიგნის მუსიკალური ლირიკული სიმღერების რედაქტორი ჩემთვის უდიდესი პატივია ჩემთვისაც დიდი პატივია ლია ახლა ძალიან მინდა რომ შეგაქო შენის ნებართვით იმიტომ რომ უჭირს ადამიანს რომ პირში რომ აქებენ მაგრამ უნდა აიტანო ახლა რასაც მე ვიტყვი ხო შენ ხარ ძალიან ნიჭიერი ადამიანი მე მინდა ვამცნო ჩემს ძვირფას მაყურებელს რომ ქალბატონი ლიას რადგანაც მან წეღა ბრძანა რომ ბგერასთან დაკავშირებით ხო აი ნამდვილად არაჩვეულებრივი ბგერა გავშენ ახლა მე როგორც მუსიკოსი მე ვიოლინო სპეციალისტი გახლავარ მაგრამ მე ხო ვიცი ბგერა რა არის არა შენ ნამდვილად ღირსეული მოსწავლე ხარ ქალბატონი ნანა დიმიტრიადის და შენთან მუშაობა ძნელიც არის და ადვილი ძნელი იმიტომ რომ ყოველივე ახალი სიმღერა და ყოველივე შესრულება თქვათ ერთი რეპეტიციის დრო შეიძლება 2-3-ჯერ მოგვიწიოს არა ერთი და იმავე სიმღერა და დაკვრა შენ სხვადასხვა გაქვს ყველა არ გაქვს სხვადასხვა ვარიანტები გაქვს და ეს არის სწორედ შენი დიდი ნიჭიერება და შენი დიდი გამოცდილება და ცოდნა პირველ რიგში რასაც ეს შეგებისთვის ეს რეალობა მე მართალი გითხრა ახლა მეც უნდა ცოტა შევაქო ჩემი თავი რომ ჩემთან მუშაობა ძალიან ძნელია თუმცა მე როგორც მომღერალი სხვადასხვა ვარიანტები მაქვს და აი ჩვენ ორი ასეთი წინვალე ქალბატონები მუსიკის სფეროში მოდი ასე ვთქვა და ჩვენი გემოვნებით მუსიკალური ნაწარმოების დამუშავებაზე შესრულებაზე მაქვს ეს მე პრეტენზია ხო აი ნამდვილად ჩვენ ძალიან კარგ ღონისძიებებს ვატარებთ და რომელსაც ახლა შენ მალე ამას მე ჩამომითვლი და მე პირადად მინდა კვლავ გითხრა ერთი რამ რომ მადლობა იმ შენს პედაგოგს რომელიც შენ პატარა გოგონა შენ მარტო ძდომა გასწავლა ინსტრუმენტი და ჩამოგაყალიბა ძალიან კარგად და შემდგომ უკვე რჩევ რომ შენ არ ყოფილა ის ქალბატონი მოდი ასე ვთქვათ ეგოისტი და რატო შენ მეოთხე კლასიდან უკვე მან მოისურვა შენი თბილისში გადმოვა გასაკუთრებით პირველი თხოვნა მისგან წამოვიდა აი ამაში ის არ იყო მან დაინახა შენში რომ მართალია ძალიან მე თვითონ ხო პედაგოგი ვიყავიო თითქმის 20 წლის პედაგოგური სტაჟი მაქვს მე და მან გაიმეტა შენი თავი ძალიან კარგად მისთვის და რა თქმა უნდა ძალიან ძნელი იქნებოდა რომ შენ ასეთი კარგი მოსწავლე მიდის მისგან და მიდის სად თბილისში ნიჭიერთა 100 წლებში და მან შენ გზადაგილოცა ნათელი და სანთელი მის უკტავს სახელს და სწორედ მისი დამსახურება და მიხარია რომ შენ ძალიან ხშირად ახსენებ შენს პედაგოგს და მანანას ნამდვილად და ეს ძალიან კარგია და მინდა კიდევ გითხრა რომ შენ არაჩვეულებრივი კონცერტმაისტერი ბრძანდები და ჩვენ მართალი გითხრათ ჩემთან მუშაობა ცოტა ძნელიც არის იმიტომ რომ მაინც ვიოლინოს ყური სუცხვა და მადლობა ამისათვის რომ შენ მე მეგობრობასაც მიწევ დობასაც მიწევ და აგრეთვე შენ ჩემი ძვირფასი მუსიკალურ სფეროში უახლოვესი მეგობარი ბრძანდები
ლია შემდგომ გავაგრძელოთ გელაცვალე შემდგომ მე რაც შეეხება ჩემს შემოქმედებით კონცერტებს მე მინდა აღნიშნო რომ იმ სკოლაში სადაც მე დღესაც მუშაობ ეს არის არტურ ჩემაკაცის სახელობის ხელოვნების მესამე სკოლა 2010 წელში მქონდა შემოქმედებითი საღამო და ეს რასაკვირველია ძალიან დიდი დამსახურება ბატონ თამას ქლიფაძის რომლის უშუალო ხელმძღვანელობითაც მოხდა ეს ჩემი შემოქმედებითი კონცერტის ჩატარება და მიწვევა მან დაგვითმო დარბაზი პირობები ყველაფერი და აქედან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ბატონ თამას ეს იყო 2010 წელში ასევე 2016-17 წელში უკაცრავად როდესაც უკვე ჩემი მეუღლე გარდაიცვალა და მე მას მიუძღვენი ხსოვნის საღამო და იქ განთავსებული თითქმის ყველა ნაწარმოები ჩემი მეუღლეს ეძღვნებოდა მაშინაც დაგვითმო დარბაზი ბატონმა თამასმა ეს უკვე ორი შემოქმედებითი კონცერტი იყო ჩემი ხოლო 2012 წელში მე განსაკუთრებული მადლობა მინდა გადაუხადო ქალბატონ მაიკო ჩავლეიშვილს რომელიც დღესაც არაჩვეულებრივი ნიჭიერი ქალბატონი პიანისტი დირექტორი და ქალბატონ მარინა ტუგურს რომელიც ასევე წლების მანძილზე იყვნენ ლანჩხუთის მუსიკალური სკოლის დირექტორი მათ მიმიწვიეს 2012 წელში და თითქმის უმეტესობა ჩემი ნაწარმოების ადგილობრივი ძალებით შესრულდა და ასევე საგუნდო ნაწარმოებები სიმებიანი ნაწარმოებები ქალბატონმა ლია ურუშაძემ ბრწყინვალედ შეასრულა მე ვიოლინე იქაურმა ბავშვებმა და სენაკის ფესტივალზე სხვა ჩემი ებრაული ცეკვა გაიტანეს ქალბატონო ნაზი რომელიც პატრიარქის დიპლომით დაჯილდოება ეს ჩემთვის უდიდესი პატრია იმიტომ რომ მე ჩემი პატრიარქი ჩვენი სრულიად საქართველოს პატრიარქი ძალიან მიყვარს მისი მადლით დღესდღეობით ჩვენ ეს შვიდ გარემოში ვცხოვრობთ მისი ლოცვითა და რუდუნებით და მე მეამაყება რომ პატრიარქის დიპლომით დაჯილდოვდა ჩემი ებრაული ცეკვა ანსამბლი ეს იყო ანუ სულ სამი შემოქმედებითი კონცერტი მქონდა და ეხლა მე 2017 წლის შემდეგ როდესაც მე თქვენ გაგიცანი და თქვენ ამ საღამოზე თქვენ ბრძანდებოდით და მადლობა უფალს ამისათვის რომ გავიცანი უდიდესი მუსიკოსი უნიჭერესი ჟურნალისტი ქველმოქმედი საუბარი ოღონდ ეს ძალიან მრავალმხრივი ნიჭიერი ადამიანი რომელმაც კოვიდზე მე მგონი ერთ-ერთი ინოვაციური წიგნი შექმნით თქვენ კოვიდ პანდემიასთან დაკავშირებით და ჩვენ ახლა სანდრო ახმეტელში გვექნება სწორედ ამ საღამო კოვიდ პანდემიის დროს დაღუპულთათვის ვაკეთებ ერთობლივ კონცერტს მე და თქვენი უშუალო ხელმძღვანელობით და ჩემთვის ეს უდიდესი ბედნიერება რომ ასეთი მრავალმხრივ ნიჭიერ ადამიანთან მაქვს ურთიერთობა წარმოიდგინეთ თქვენ არა მარტო წინვალე მე ვიოლინე არა ესია მე ვიოლინე ბრძან თქვენ ხართ რომანსების განსაკუთრებით ქართული და რუსული რომანსების უბადლო შემსრულებელი და თქვენ წარმოიდგენთ როგორც ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის როგორც კომპოზიტორისთვის სიმღერის რომანსის სპეციფიკის უმაღლეს დონეზე გაგება იმიტომ რომ თქვენ დამეთანხმებით ამაზე მე თქვენთან როდესაც რამოდენიმე რომანსი და სიმღერა შექმნით ჩვენ რამოდენიმეჯერ ის ცოტა სხვანაირი სხვა ხედვით შევატრიალეთ სხვანაირად გადავაკეთეთ და ამ გადასახედიდან მე ნაწარმოებები ბევრად უფრო მელამაზება ვიდრე პირველი სახე იყო ეს და როგორ უნდა ვიყო ღმერთის უმადური რომ უფალმა მე თქვენ თავს შემახვედრა ამას გარდა იცით რა არა მარტო ჩემ თავს გულისხმობ ქალბატონო ნაზი მე გულისხმობ სრულიად ტელევიზიებს და ქართულ ტელევიზიას უდიდესი მადლობა მინდა გადაუხადო და ქალბატონ მანენა იმედაძეს რომ მე მომიწვია და ეს მუსიკის და თქვენც ასევე მუსიკის ეს საჭიროებო საკითხები განვიხილე დღეს ეს არის ნამდვილად უდიდესი ბედნიერება რაც მოკლებულია ზოგადად დღეს ტელევიზიები აი ამ საკითხების განხილვას და ისეთ უფრო მეცაც გეტყვით იწერება სიმღერები იწერება რომანსები მაგრამ აი ეს
ახლანდელ თაობას აკლია ისეთი კომპოზიტორები როგორც არის სანდრო მირიანაშვილი მივიწყებული მე მგონი ზოგიერთმა არც იცის მისი აი მაგალითად ქარიმ ღერის მისი არაჩვეულებრივი რომელიც ჩვენ რეპერტუარში გვაქვს მღერიან მაგრამ ავტორი არიციან თქვენ წარმოგიდგენთ ეხლა რასაკვირველია ყველას არ გულისხმობ ძალიან ბევრი მაიცის მაგრამ მე ვამბობ უფრო ახალ თაობაზე ამას გარდა კონსტანტინ პერზნერი არაჩვეულებრივი კომპოზიტორი უნიჭიერეს აი ძველი თაობის რეტროს დროის მთელი კომპოზიტორები მათ სხვანაირი ხედვა ჰქონდათ და თქვენს გადაცემაში ამაზე მოგვეცა ჩვენ საშუალება რომ ვთქვათ იმიტომ რომ თქვენ იცით ძალიან სწორად შენიშნე დიახ კომპოზიტორები ისეთები როგორიც იყვნენ კორიფეები შალომ შველიძე მივიწყებული მისი სიმფონიური ოთარ თაქთაქიშვილის კი ეხლა იყო რაღაც საღამოები მაგრამ აი ეს ძველი კომპოზიტორები ნიკოლოზ გუდიაშვილი ბრწყინვალე კომპოზიტორები ბატონი ალექსანდრე შავერზაშვილის ბრწყინვალი ამას წინებზე მე კონცერტს დავესწარი მისი საორგანო ნაწარმოები აღფრთოვანებული დავჭი აი ძალიან ბევრი ნაწარმოებები მზის შუქს დანატყებულები არიან და მე ვიმედოვნებდი რომ რასაკვირველია ეს გამოიწვია ომმა გაჭირვებამ ბევრმა უბედურებამაც რომელიც არ არის მე რია გეთახმები მაგრამ კიდევ არ არის ტელევიზიები ამით დაკავებული ტელევიზიები შემოქმედებითად მუსიკალურ აქტივებს იმდენად არაშუქებენ და ჩვენ დროს როგორი ძალიან იყო სპეციალური გადაცემების კი მიდიოდა და აი სწორედ მაგის თქმა მინდოდა რომ სწორედ ეს ტელევიზია ჩვენი ქართული ტელევიზია და ქალბატონ მანანა იმედაძეს და თქვენ განსაკუთრებული მადლობა რომ აი ესეთი თემები გამშალეთ ხო ამშილებელია იმიტომ რომ არ უნდა დაიკარგოს ჩვენი წარსული და ასეთი კომპოზიტორები როცა ყავდა არა რეზო ლაღიძე ალექსი ვაჭავარიანი მასე უკვე რა თქმა უნდა და არ შუქდება ეს ძალიან დასწრებით ოტელოც არ იდგმება თუმცა ჭაბუკიანის შემდეგ არ ყოფილა ისეთი ბალერონები მაგრამ დღესდღეობით გვაქვს ეს ფუფუნება ბატონ გელოდი ფოცხიშვილი რომ თქვენ იცით რომელთანაც ჩვენ ძალიან ბევრი კონცერტები ჩავატარეთ ეხლა მე უნდა ჩამომასახელებინა აფხაზეთის კულტურის სამინისტროში ბატონი სულნათი გელოდი უნიჭიერესი პიროვნების უფალმანათელში დიმა ჯაიანმა მიგვიწვია გადაგწილმა მაქი მინისტრი შვილი ბრწყინვალე ბალერონია და მე ვფიქრობ ბალეტისტია და უკვე კადრები წამოვიდა ისეთი რომ მე ვფიქრობ ოტელო შესრულდება ამის ძალიან დიდი იმედი მაქვს მეც მინდა ძალიან რომ ჩვენ ასევე ჩავატარეთ ეხა ვიხსენებ ეტაპობრივად სულხან საბა ორბელიანის 365 წლის თავი ხო მივიღეთ მონაწილეობა ამაში ასევე ცირე დარბაზი რუსთაველის თეატრში ხა გავიხსენო ჩვენი პროექტი იყო აგრეთვე დედოფლის წყაროში ფიროსმანი სუნათი ნიკო ფიროსმანაშვილის მიუძღვენი თელი საღამო და ჩემი რომანსიც იყო სხვადასხვა ქალბატონ მარიამ კვაჭაძის ტექსტზე შექმნილი ფიროსმანს ეძღვნება ეს სიმღერა ასევე მწერალთა კავშირში თქვენ ჩაატარეთ არაჩვეულებრივი საღამო მინდა გითხრათ სადაც იაპონელი მწერალი მოიწვიეთ იასუჰირო კოჯიმე რომელმაც ვაჟაბშაულა ქართულად თარგმნა შეჩიღებდი ამაში მონაწილეობას კონცერტ მაისტერი შევასრულეთ სიმღერა ქალოგნახე ჩუბინიშვილის თემაზე დიახ ესე იგი ვაჟაბშაულას თემაც გაჟღერდა მუსიკის ხაზით ასე რომ ძალიან კარგს და ეხლა თქვენის ნებართვით და თქვენი უშუალო ორგანიზებით 15-ში გვაქვს სანდრო ახმეტელის თეატრში დაგეგმილი შესანიშნავი საღამო და იმედია რომ ყველაფერი კარგად ჩატარდება. მე მინდა რომ ერთი საღამო გავიხსენო, აი ერთი კვირის უკან სწორედ ჩემს მუსიკალურ სალონში, რომელიც მე და ბატონი არტემ კირაკოზოვი გვაქვს სალონი, იქ ხდება შეხვედრები, ვაწყობთ საღამოებს და სწორედ მე შევასრულე შენი სიმღერა. დიახ. მოვიარე ლელიანი.
ჯემალ დობორჯგინის ჩაკრე ჯემალ ლანჩხუთელი პოეტი უნიჭიერესი აცქანდა ჯემალ დობორჯგინის ტექსტზე სახელწოდებით მოვიარე ლელიანი რომელიც თქვენ არაშულებრივად შეასრულეთ მინდა ძალიან დიდი მადლობა ეხლა მე ვეთქვი რომ გავუშვან ეს ძალიან თავისებური მელოდია და თავისებური სიტყვებია ვთქვით გავუშვათ სიყვარულის თავი არ მაქვს ვეღარ აგედევნები ვეღარ შემოგეკონები ამ ხელების ლერწმებით მე სამოთხე მელოდება იქ გამოვიძე სიყვარულის მეცოლები და ჩემო გულში სამოდელა დროის მონაბეცლები მოდი ერთად გავიხარო სიყვარულის მეცოლები ჩვენ გულის თქმას დაუჯერო სიყვარულის თავი არ მაქვს ვეღარ აგედევნები გავაგზავნოთ ლია ეხლა მე მაინტერესებს ჩვენ მქონდა აგრეთვე ძალიან კარგი საღამო ჩატარდა ქალბატონი ლუარა ჭანტურიას საღამო მწერალთა ეროვნულ ბიბლიოთეკაში და სწორედ მან შემოგთავაზა ჩვენ ტექსტი სიყვარულის ასეთი სახელწოდების სიყვარულის ეტლი და შენ ეს სიმღერა შექმენი რაღაც ერთ კვირაში ძალიან ლამაზი ძალიან კარგი სიმღერა არის და თვითონ ქალბატონი ლუარაც ძალიან მოსწონს ეს და სხვათა შორის როდესაც შემხდება ან თეთრ ვარდებს დამიძახებს ან სიყვარულის ეტლს ასეთი ის გვაქვს და კარგი ტანდემი გამოვიდა მე თქვენი და ქალბატონი ლუარა ჭანტური და ეს წაიყვანა ირმა სოხაძემ ქალბატონმა ირმა სოხაძემ ეს საღამო და მე ვთხოვე ხა ოპერატორს რომ ეს გავუშვას სიყვარულის ეტლი ქალბატონი ნაზი სარჯოლაძე და მოვიწვიოს სცენაზე და კომპოზიტორი ამ სიმღერის ავტორი ქალბატონი იგა ორაგველიძე რომელიც ფორტეპიანოს პარტიას შეასრულებს ეს არის სიყვარულის ეტლი ლუარა ჭანტურიას ტექსტი ქალბატონი ჟია ორაგველიძე Salut
ეხლა ჩვენ ერთი საკითხი გამოგჩა ლია შენ დაამთავრე აგრეთვე კინემატოგრაფიის თუ ამ შემახსენე რა არის ისიც კონსერვატორიაში დავამთავრე მეორადი ფაკულტეტი გოგი ლევაშოვ თუმანიშვილის კლასში ბატონ მიხალ თუმანიშვილის ძმისშვილი გახსოვდეს ჩემთვის უდიდეს პატივია მე ვესწრებოდი არაჩვეულებრივ გადაღებებს თვარის გლობუსისა სხვათა შორის და უშუალო მონაწილეც ვიყავით მასობრივ სცენებში მე და ჩემი ძმა გიორგი ორაგველიძე მოქანდაკე რომელიც თქვენ მიიწვიეთ ერთ-ერთ და მქონდა პატივი ბატონ ესე იგი დამემთავრებინა კინომცოდნეობის ფაკულტეტი და ასევე ირა ბეგიზოვა გვასწავლიდა. ისიც კითხულ დიპლომზე დაამთავრე? ისიც თქვენ წარმოიდგინეთ, ანუ სამი ფაკულტეტი დავამთავრე. მე ერთ საიდუმლოსაც გაგანდო, რადგანაც ეს თქვენ თემა გავჩავშალეთ ეს თემა, რომ მე ბავშვობიდან ვარ ძალიან დიდი მოყვარული კინოსი. ძალიან და აი ამიტომაც ეს ჩემი გადაწყვეტილება იყო, რომ კინომცოდნეობაზე ჩამებარებინა და ჩემი სხვათა შორის სადიპლომო ნამუშევარი იყო ამერიკული სკოლა, დასტინ ჰოფმანი, მერი სტრიპი, ჯესიკა ლაჟი და რობერტ რედფორდი. ჩემი სადიპლომო ეს კინომცოდნეობის და ეს ამერიკელი მსახიობები განსაკუთრებით მიყვარს და განსაკუთრებით მერი სტრიპი ქალბატონო. და რაც შეეხება კინო კომპოზიტორებიდან ნინო როტა და ენიო მერიკონი არის ჩემი კუმირები. ლია ეხლა ჩვენ დასკი მუსიკა და კინო ესეთი დაკავშირება მოხდა ჩემს შემთხვევაში მუსიკისა და კინოს დაგვრჩა ეხლა ჩვენ და მე მინდა დღევანდელ დღეს შენ მუშაობ საჯარო სკოლაში და რა სასწავლი ბავშვებს და როგორია ცოტა შიდა სამზარეულო ოდნავ მოგახსენებთ აქაც ძალიან გამიმართლა იმიტომ რომ მე ნამდვილად პრესტიჟულ სკოლაში ვასწავლი 77 საჯარო ყოფილი ფიზიკა მათემატიკის საჯარო სკოლაში რომელსაც უძღვება არაჩვეულებრივი ქალბატონი უნიჭიერესი პიროვნება და ბრწყინვალე ორგანიზატორი ქალბატონი ნანა ხიდაშვილი რომის მიღებული ვარ მე და მაქვს პატივი კონკურსი გაიარეს 25 კაციან კონკურსი ამირჩია ქალბატონმა ნანამ და დღემდე ვცდილობ რომ მისი იმედები გავამართლო და მაქვს ბედნიერება და ბედნიერი ვარ იმით რომ დაწყებით კლასებს ვასწავლი ქალბატონმა ნანამ გადაწყვიტა ეს რომ დაწყებითებში თუ საფუძველი არ ექნება ბავშვს თქვენ წარმოიდგინეთ ხეს რომელსაც საფუძველი არ აქვს ის რა თქმა უნდა ვერ ფორმირდება როგორც საჭიროა და ჩემთვის ეს მე ამ საქმეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ვეკიდებ იმიტომ რომ ჩემთან მოდიან პირველი კლასიდან უკვე ბაღიდან გამოსული ბავშვები პირველიდან მეხუთე მეექვსე კლასით ჩათვლით და ვცდილობ ეს უნარები მუსიკალური აქტივობები საგუნდო სიმღერები ქართული სიმღერები გავაზნო ქართველი კომპოზიტორები და ჩვენ მუშაობთ სხვადასხვა პრინციპით მუშაობთ სინთეზატორით მუშაობთ ჩანაწერებით მუშაობთ ასევე ინსტრუმენტთან ურთიერთობით ვაკეთებთ შიდა სასკოლო ღონისძიებთ ვაკეთებთ აგრეთვე სკოლაღებულო სხვადასხვა ღონისძიებებში მაგალითად შარშან მე და ქალბატონ უნიჭიერესი პედაგოგია ჩვენთან დარეჯან მაზანაშვილი რომლის უშუალო ხელმძღვანელობითაც სკოლა გავიდა და საგუნდო მუსიკის ფესტივალში პირველი და მეორე ადგილები აიღო ჩვენმა სკოლამ რასაკვირველი ეს ძალიან საამაყო ამბავია მე შევასრულეთ რიჩარდ როჯერსის სიმღერები მუსიკის ჰანგებიდან თქვენ იცით ეს არაჩვეულებრივი კინოფილმი მუსიკის ჰანგები და კომპოზიტორი რიჩარდ როჯერსი და მე გახდით აკომპანიატორი აქა და სკოლამ გაიმარჯვა და ეს ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია ასევე რომ მე ამ სკოლაში ვასწავლი და ვცდილობთ რომ ეს უნარები ბავშვებს მუსიკალური უნარები გამოუმუშაოთ თქვენ მოგეხსენებათ რომ ეხლა ჩვენ შეიძლება ვერ გავზარდოთ უდიდესი პიანისტები როგორც იყო ლიანა მევიოლინე ლიანა ისაკაძე მაგალითად ან ელისო ვირსალაძე მაგრამ თუ
თუნდაც იმ მიზანზე გავიდეთ, რომ ისინი გაიზარდონ როგორც კარგი მუსიკის შემფასებლები. ეს უკვე ძალიან კარგი მსმენელი. კარგი მსმენელები, ეს უკვე ძალიან დიდი ამბავია. და აი მოკლედ ასევე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ გავდივართ უამრავ აქტივობებს, კომპლექსურ აქტივობებსაც, რომლის უშუალო ავტორი გახლავთ ჩემი უახლოესი ბავშვობის მეგობარი ბატონი დავით ზათიაშვილი, რომელიც თქვენ ამასწინებზე მოიწვიეთ, ასევე უნიჭიერეს პიროვნება, რომელიც მთელი რიგი ინოვაციური მუსიკალური აქტივობების ავტორია და მათ შორის კომპლექსური დავალებების და აქედან მინდა ბატონ დავითს თანაკურსელები ვართ ჩვენ კონსერვატორია ერთ აწლედიც ერთად დავამთავრეთ მე და ბატონმა დავითმა და კონსერვატორიაც უნიჭიერესი პიროვნება და ის ავტორი გახლავთ განათლების სამინისტროში მუშაობს ავტორი გახლავთ კომპლექსური დავალებების რომელიც სკოლაში დაენერგა და არა მარტო უამრავი ინოვაციური პროექტების ავტორია და აქედან მინდა მივესალმო და მივესიყვარულო ბატონ დავითს ძალიან კარგი აი ესე მუშაობ ჩვენ სკოლებში ვცდილობთ რომ კარგი თაობა აღზარდოთ ქალბატონო როგორი თაობა მოდის ლია იცით როგორ გითხრათ ძალიან განვითარებული თაობა ძალიან როგორ გითხრათ აი ეს ინტერნეტმა და ეს ახალმა ტექნოლოგიებმა თქვენ როგორიც იცით ბავშვები სხვანაირი განვითარების დონეზე მოდიან ჩვენთან სკოლაში ამისათვის ჩართული გვაქვს სხვათა შორის ტელეფონითაც ვასმენინებთ მათ ჩვენ ინტერნეტით ვასმენინებთ იოჰან სებასტიან ბახის მოცარტის ბეთჰოვენის თანამედროვე კომპოზიტორებს ქართულ კომპოზიტორებს საბავშვო კომპოზიტორებს მეირ დავითაშვილს ლილიაშვილის ანიმაციურ ფილმებსაც ვასმენინებთ ანუ მრავალმხრივ მსუყე პროგრამა გვაქვს შედგენილი ბავშვებისათვის და იცით რა ისეთ ინოვაციურ კითხვებს მისმევენ სხვა შორის აი ბოლო მომენტში ბავშვებიდან მოდის ასეთი მოთხოვნა ისინი ითხოვენ ელექტრონულ მუსიკას წარმოგიდგენიათ იმიტომ რომ ეს ხო ტექნოლოგიებით თანამედროვე ტექნოლოგიებით შექმნილი მუსიკაა და იცით ჩემს მეგობრებში მყავს მე ერთი ძალიან ნიჭიერი კომპოზიტორი რომელიც ელექტრონულ მუსიკაში მუშაობს სხვათა შორის მერაფის ხალაიშვილი და რასაკვირველია თუ თქვენ მოიწევთ ან გაშლით მის თემას ამ მუსიკასთან დაკავშირებით ძალიან ის ლანჩხუთში მოღვაწეობს თუმცა ადელაიდის უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული მას სერტიფიკატი აქვს ადელაიდის კონსერვატორიის ძალიან ნიჭიერი ადამიანია და სხვათა შორის ძალიან კარგ ნაწარმოებებს ქმნის ელექტრონულ მუსიკაში და სხვათა შორის რამოდენიმე თანამედროვე ტექნოლოგიები, ციფრული ტექნოლოგიები შექმნილი მუსიკა და ძალიან აინტერესებთ ბავშვებს ეს. იმიტომ რომ ხო იცით, დრო მიდის, მაგრამ ტექნოლოგიები იცვლება და მე ვფიქრობ, ჩემი ხა ეს არა მარტო ჩემი, ბავშვების მოთხოვნაც კი არის, რომ სკოლებში დაინერგოს ელექტრონული მუსიკას და უფრო მეტიც მე ესეთი აზრიც მომევიდა, ხო შეიძლება თვითონ რაღაც ან გაკვეთილი ელექტრონული მუსიკა, ან ზოგადად საგანი ელექტრონული მუსიკაც. ეს თუმცა ეს მომავლის თემაა ქალბატონო და განათლების სამინისტროს გადასაწყვეტია. ქალბატონო ნაზი მას რომ ძალიან დახუნძულები ვართ. ხო, ასეთი გეგმებით გაგვდა ჩვენ გვაქვს ჩვენი გეგმები და მინდა რომ მადლობა გადაგიხადო ჩემო ძირფასო მეგობარო მართალი რო გითხრათ სოლისტი მარტო ხა მე კი მღერი აკაპელას ეს მიჭერება მაქვს მაგრამ მთელ კონცერტს ხო ვერ გააკეთებ აკაპელათი არა შესრულები ხო ხო აი უნდა ყავდეს ისეთივე ძლიერი კონცერტმაისტერი რომელიც ყველაფერს შეძლებს ტონალობების შეცვლას და ასე შემდეგ ნუ შენთან მაგი საერთოდ საოცრება ხარ მოდი ასე ვთქვა შავ კლავიშებზე ისე დადიხარ როგორ ბევრს მაგი არ შეუძლია ძალიან ნიჭიერი ქალბატონი ხარ დიდი განათლება გაქვს მიღებული შენი მშობლებმა ძალიან ბევრი ეცადეს შენთვის და შენმა პედაგოგებმაც ყველას ვინც შენ გზაზე დაგაყენა რებოთ ალექსანდრე სტარაშვილი ყველა ვინც კი ვისაც კი შენ ქონდა შეხება შენ ყველამ ხელი
აი ხელი გაგიმართაო რომ იცი და ესე მოხდა გზა გაგიკაფეს ეს მაგრამ შემიყავი კიდევ კარგი შენ რო არ ყოფილიყავი ხა კარგი მიჭიერი ბავშვი ნუ შენ დედმამას ეთქოდენ რომ კარგი ბავშვია მაგრამ თბილისში ვერ გადავიყვანს გადმოგიყვანეს თბილისში რომ არა მუსიკის სიყვარული ნამდვილად ამდენს ვერ შეძლია თბილისში გადმოსვლა მაშინ ძალიან ძნელი იყო და აი ასეთი კარგი პედაგოგებთან როდესაც მოხდება ადამიანი და თვითონ ბავშვი როდესაც კარგია ძალიან კარგი გააკეთა შენმა მამამ რომ მოკიდა ხელი დაინტერესდა რომ მითხრას კომპეტენტურმა პირებმა რომ ჩემი შვილი ნიჭიერია თუ არა ამ სფეროში და მართლაც ჩამოგიყვანა და გაირკვა რომ მართლაც ნიჭიერი ყოფილხარ და აი დღესდღეობით მოდიხარ ამ გზით და მინდა დაგილოცო შენი ოჯახი შენი შვილები ღმერთმა კარგად გიყოფო შენც კარგად იყავი და შენთან ერთად მეც ვისურვებდი რომ ბევრი საუკეთესო საღამოები გაგვეკეთებინოს და შენ ჩემულია უსცენოდ მე ვერ წარმომიდგენი ხარ ძალიან გაგიჭირდება ცხოვრებაში შენ სცენის გარეშე შენ ვერ იარსებებ მოდი ასე ვქოთ აი სულიერად შენ იქნები წამირებული რომ შენ სცენაზე არ გახვიდე არასდროს და ეს შეგაწუხებს ძალიან შენ ეს გაქვს და მინდა დიდი მადლობა გადაგიხადო რომ მობრძანდი ოქროს წუთები გაიმეტე ჩემთვის და მე ვისურვებ რომ შენ ისეთი მოსწავლეები ახალ სადაც შენ დიდ შრომას დებ გაგმართლებოდეს როგორც შენ გაუმართლე შენს პედაგოგებს ასე მინდა დაგმოსო რომ ბედნიერებას ყარებოდე მუდამ უღრმესი მადლობა და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადაცემა საჩინოს რომ მომიწვიეთ და აი ესეთი ბრწყინვალე თემები გავაშუქეთ და ჩავშალეთ დღეს თქვენს გადარჩენას და კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა მე კიდევ გიხსნებ მადლობას ჩემ ძვირფას მაყურებელს დავემშვიდობები და ვეტყვი მადლობას მოსმენისათვის ნახვამდის მომავალ შეხვედრამდე